წარმატების დილა. შენ ვერასოდეს ახვალ მაღალ დონეზე, სანამ ყველა დილა ვიღაცას ეკუთვნის და არა შენ. თუ დილით გაღვიძებისთანავე ხსნი ტელეფონს და იწყებ შეტყობინებების კითხვას, გვერდის სკროლვას, ლაიქებს, მოკლე ვიდეოების ყურებას და ასე შემდეგ, შენ უკვე ჩართული ხარ სხვის ცხოვრების რიტმში და დღე უკვე აღარ გეკუთვნის შენ. დღის ბოლოს სიცარიელე და ისმის კითხვა. დღეს რით ვიყავი დაკავებული? ყოველთვის ქაოსის მიზეზი ხართ თქვენ თვითონ. ქაოსი იწყება თქვენს თავში გაღვიძებისთანავე. პირველი, შენი დილა ეს არის საფუძველი. არ არის საჭირო მაშინვე რუტინის დაწყება. საკმარისია უბრალოდ 15 წუთის სიჩუმეში ყოფნა ახალი ამბების გარეშე, ამოცანების გარეშე. უბრალოდ ფოკუსირება მოახდინე საკუთარ თავზე. შინაგანად ყურადღებდი დააკვირდი საკუთარ თავს და თვით შეგრძნებას. მეორე, დღის გეგმა. აქ საუბარი კონტროლზე არ არის. ეს ეხება ენერგიისა და ფოკუსის შენარჩუნებას. შენ ან თავად ირჩევ, რაზე დახარჯო შენი ენერგია, ან ის უსისტემოდ, რეაქციებზე, სხვადასხვა უაზრო წვრილმანზე, სხვის მიზნებზე და უსაქმოდ ყოფნაში გეხარჯება. მესამე, დღიური, შემოსავლების და ხარჯების დღიური. ეს კაპიკების თვალზე არ არის. ეს არის იმაზე, თუ სად მიდის შენი ძალისხმევა და რას გაძლევს ის. შეუძლებელია მართო ის, რაც შენ არ გეკუთვნის, შენი კონტროლისა და დაკვირვების მიღმა. მეოთხე, კითხვა. კითხვა ჰობი არ არის. შენი განვითარების საფუძველია. დილით სულ რამოდენიმე გვერდი და შენ უკვე აღარ ხარ იმავე გონებრივ მდგომარეობაში, როგორშიც სულ რამოდენიმე წუთის წინ იყავი. შენ დღე უნდა დაიწყო არა გაუაზრებლად უაზრო ხმაურით და გაუფილტრავი ინფორმაციის ნაკადით, არამედ გააზრებულად და იმ მოქმედებებით, რომელსაც მიყავ მიზნის სასრულებისკენ. მეხუთე, სტაბილურობა. სტაბილურობა შემთხვევითობა არ არის. ეს მარტივი სისტემის შედეგია, რომელსაც ყოველდღე იმეორ. ის არ გართმევს თავისუფლებას, პირიქით, ის გიქმნის მას. უბრალოდ გაითავისე. შენ თუ მოქმედებ სისტემის გარეშე, სტიქიურად, ემოციებზე დაყრდნობით, ბევრ რამეში გაუაზრებლად და ამბიციით, ესე იგი შენ უბრალოდ ჯერ არ გაქვს გააზრებული და შედგენილი შენი ცხოვრების გეგმა, რუტინა და აქედან გამომდინარე შენი საკუთარი ცხოვრების რიტმი. დაიწყე მცირედით, უბრალოდ დაიბრუნე შენი დილა. ყურადღება დაამახვილე მნიშვნელოვანზე და სწრაფად დაიწყება ყველაფრის შეცვლა შენს ცხოვრებაში.